მედია კავშირი ობიექტივი კვლავ განაგრძობს მაუწყებლობას რადიო ტალღაზე FM 105-სა და 0-ზე. გვისმინეთ ამ რადიო ტალღაზე და გვიყურეთ ინტერნეტ ტელევიზიით ობიექტივი.net. დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე 238 91 05. მე ირაკლი შონია გახლავარ წამყვანი 1 საათის განმავლობაში გადაცემას წავიყვან და თქვენთან ერთად ვიქნები ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. სანამ თავარ თემაზე გადავიდოდი, საერთოდ ძალიან ხშირი არის ხოლმე საქართველოში და უკანონობები თავისთავად და რაც თბილისში ხდება და ერთ-ერთმა მოქალაქამ გადმომცა ერთი განცხადება და თქვენის ნებართვით წავიკითხავ, რომელსაც მას საკუთარ ქონებას ედავებიან. მოქალაქე სვეტლანა გონჩაოვა, ქალაქი თბილისი, აეროდრომის დასახლება ნომერ 1-ში, ასევე ქუჩა ნომერი 11-ში, რომელიც ფლობს დაბადები ქონებას უძრავს, მისი, ასე ვთქვათ, გვერდზე მყოფი ადამიანები ედავებიან მას, რამდენიმე წლის წინ გაირკვა, რომ მოქალაქე ნატალია ვოლჩენკოსა და მის მეუღლეს მერაბ კაჭახიძეს, რომელიც ეს უკანასკნელი პროკურატურის თანამშრომელია, ვითომაც აუქციონის წესით სახელმწიფოსაგან, კერძოდ ქალაქ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიისაგან 2009 ლარად შეუძენიათ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში სვეტლანა გონჩაროვას ოჯახზე აღრიცხული საღვთმფლობელობის ნაწილი, რაც სრულიად გამორიცხულია მომხდარიყო კანონიერების გზით, ვინაიდან არც იმ დროისათვის და არც დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა სხვისი ქონების სახელმწიფოს მიერ გასხვისებას არ ითვალისწინებდა. ნატალია ვოლჩენკომ და მერაბ კაჭახიძემ ესეც არ იკმარეს და 2012 წელს ყალბა დამზადებული აზომვითი ნახაზით იმგვარად დარეგისტრირდნენ რეესტრში, რომ საკუთარ თავზე აღირიცხეს სვეტლანა გონჩაროვას ქონების გაცილებით მეტი ფართობი, ვიდრე მანამდე ჰქონდა მითვისებული. ზემოთ აღნიშნული უკანონო გზით მითვისებული მიწის ფართზე ვოლჩენკომ და კაჭახიძემ სვეტლანა გონჩაროვასაგან ითხოვენ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე მოშალოს ღობე, რაზეც მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება და გონჩაროვას ოჯახთან ერთად უპირებენ მემკვიდრეობით მიღებული ქონების წართმევაზე. ძალიან ხშირი ფორმა არის საერთოდ. მე უბრალოდ ეხლა მთხოვეს და არ შემეძლო რო არ წამეკითხა. ამაზე სიუჟეტიც იქნა გასული მეცხრე არხზე და კავკასიაზე და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები მიხედავენ და ეს პრობლემა დარეგულირდება. დღეს კი ჩვენი მთავარი თემით ბრუნდებით გადაცემაში და ჩემი რესპონდენტი არის და სტუმრად იმყოფება ორგანიზაცია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე ბატონი კახა კუკავა. მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. და პირველი კითხვა, თქვენ ფაქტიურად რაღაც ერთი კვირის წინ ჩამობრძანდით რუსეთის დედაქალაქიდან და მაინტერესებს, რა შეხვედრები იყო ოფიციალური და რა შეხვედრები ჰქონდათ საერთოდ, ვის შეხვდით? ხალხმშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება შეხვედრებს მოსკოვში, ჩვენ რეგულარულად გვაქვს ურთიერთობა რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. რამდენიმე პრიორიტეტი არის, თქვენ იცით, რომ დიდი ხანია ჩვენ ლობირებთ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტს, რომელსაც წინა ხელისუფლება აქტიურ წინამდებობას უწევდა. ახალი ხელისუფლების პირობებში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე შევძლებთ უახლოესი პერიოდიდან ამ პროცესის დაწყებას. აგრეთვე საკითხების სხვა ფართო წრეც იყო, იმიტომ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ახალი შესაძლებლობები იხსნება რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგებისათვის და ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც საკანონმდებლო ორგანოში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან ბატონ პუშკოვთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ასე ვთქვათ, იყო ასთა გასვლა გამოსვლა ჩვენთვისაც საინტერესო იყო, ბუნებრივია, რამდენად რუსეთი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მათთვისაც საინტერესო იყო დავუშვათ ჩვენი ხედვა, როგორ შეიძლება გადვითარდეს პროცესები, იმიტომ რომ გასაგებია, რომ სააკაშვილი როგორც ერთ-ერთი დიდი ბარიერი ამ ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში მოიხსნა, თუმცა რამდენად სწრაფად განვითარდება პროცესები ახლა და რა პასუხი მიიღეთ ბატონო კახა? ეხლა მე წინასწარ მინდა გითხრათ, რომ პასუხებს ჩვენ არ გვაძლევენ, ჩვენ არა ვართ სახელმწიფოს წარმომადგენლები, ჩვენ გვაქვს ასთა გასვლა-გამოსვლა და კონსულტაციები, რაც შეეხება პასუხებს და შეთანხმებებს, ეს უნდა მოხდეს ხელისუფლების ორგანოებს შორის და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს ბოლოს და ბოლოს უშუალო კომუნიკაციის დამყარებას რუსეთის ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ბევრი სასიცოცხლო საკითხი ელოდება გადაწყვეტას ამ დარგში. თუმცა თქვენს ვებგვერდზე მე ვიხილე ფოტომასალა, სხვა შეხვედრებიც იყო. მე როგორც ხედავდი, იქ ხომერიკიც ვნახე, ფოტოს პავლიშვილიც ვნახე, ასევე მომღერალი თქვენს
თქვენს შეკრებებზე თუ ასე ვთქვათ თქვენ იყავით იმათ შეკრებებზე რა იყო ეს რა ღონისძიება? პირველ რიგში დავაზუსტებ რომ რაც შეეხება ბატონ ვლადიმერ ხომერიქს ჩვენ მასთან თანამშრომლობთ უკვე წლები არის და ის შეხვედრები რომელიც მე გითხარით ეს იმართებოდა ერთობლივად მე და ბატონ ვლადიმერ ხომერიკი ერთობლივად ესწრებოდით ამ შეხვედრებს რაც შეეხება სასუპახვლიაშვილი და იქ კიდე რაც თქვენ ფოტოებს გულისხმობთ ეს იყო ჟურნალისტური კონკურსი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჟურნალისტური კონკურსი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა რომელზეც მე ვესწრებოდი უბრალოდ ეს ვიზიტი სტუმრის სტატუსით კი სტუმრის სტატუსით ეს ვიზიტის ნაწილი არ იყო და ასევე ესწრებოდა ქართული დიასპორიდან წარმომადგენლები ბევრი მათ შორის ბატონი სოსო რომელიც ასე ვთქვათ ასეთ ტიპის ღონისძიებებზე ხშირი სტუმარია. საქართველოსდან ვინ იყვნენ ჟურნალისტები წარმოდგენილი ამ კონკურსში? საქართველოსდან იყვნენ რამოდენიმე ჟურნალისტი იყო, როგორც საქინფორმის ჟურნალისტი, რადიო ცნობიდან იყო, მეცხრე არხიდან იყო, ასავალ-დასავალიდან იყო ზაზა დავითაია, იყო ექსპრეს ნიუსიდან სააგენტოდან ორი ახალგაზრდა ირაკლი მანაგაძე და ჩხარტიშვილი ირაკლი და რა ვიცი მე მგონია რომ დააჯილდოებეს აი რაღაც რა ფორმით ჩატარდეს კონკურსი იყო თუ უბრალოდ დააჯილდოების ცერემონია არა დააჯილდოების ცერემონიალი იყო ეს ყოველწლიურად იმართება არის იქ ესეთი ორგანიზაცია ინფოროს რომელიც ასე ვთქვათ მონიტორინგს უკეთებს თუ რა იბეჭდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რა პუბლიკაციები ქვეყნდება რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ერთგვარად ცდილობს რომ წაახალისოს ეს პროცესი ანუ მათი მიწვეულები იყვნენ ეს სტუმრები. კი, ბუნებრივია ეს იყო მათი მიწვევით განხორციელებული ღონისძიება. ანუ კმაყოფილი გაიმართა ბატონო, კმაყოფილი დაბრუნდით. მე ვფიქრობ რომ ეხლა უფრო პოზიტიურადაა საქმე, რა თქმა უნდა, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა ერთგვარი მოლოდინის და უკმარისობის ცნობა დღეს ყველას აქვს ყველა სფეროში, არა მარტო რუსულ-ქართული ურთიერთობების სფეროში, რომ ყველა ელოდება ცვლილებებს გვესმის რომ ეს ცვლილებები უცბად ვერ დადგება, მაგრამ გვესმის და ველოდებით ჩვენც, იმიტომ რომ ჯერჯერობით რაიმე არსებითი ცვლილებები არ იგრძნობა ქვეყნის არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის სფეროში და მე მგონი დამეთანხმებით რომ ახლა საზოგადოება ამ ცვლილებებს მართლაც მოუთმელად ელოდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, გაგებით ვეკიდებით იმ სურთულეებს, რომლის წინაშეც არის ახალი ხელისუფლება, მაგრამ ახალი ხელისუფლებას გაგებით უნდა მოეკიდოს საზოგადოების მოლოდინს, რომ ის არანორმალური აქტივობა, რომელიც გამოიჩინა ქართულმა საზოგადოებამ 1 ოქტომბრის არჩევნებზე, მოითხოვს იმას, რომ ასეთივე არანორმალური ტემპით ცვლილება თავისთავად ხდება, თუნდაც მასმედიაში მე რო თვალყურს ვადევნებ, თქვენ რამდენიმე წლის წინ 1000 შეურაცხყოფელი იარლიყი მოგაკერეს ზუსტად იმ იგივე ქართულ სასმელებთან დაკავშირებით მე მახსოვს და დღეს თავად ხელისუფლებამ დაუშვა როგორც მე ვიცი ხო რუსეთის ბაზარზე რაც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია სასმელების ხელისუფლება არ მონაწილეობს სამწუხაროდ ამ პროცესში მე ვფიქრობ რომ უფრო უკეთესი იქნება თუ უფრო აქტიური მონაწილეობა იქნება ამ პროცესთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია არის ეს ფორმალურად თუმცა როგორც მე ხვდები ამ შემთხვევაში უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს და მე მესმის რომ დღევანდელი ხელისუფლება ერიდება ასე ვთქვათ საგარეო პოლიტიკური რაღაცა ბალანსის შეცვლას მაგრამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ რომ ამერიკის ლოიალობის შენარჩუნება თუ ჩვენი საკუთარი მოსახლეობა ისევ შეერი დაგვრჩა არაფერში არ გჭირდება. კარგი ზარია ხო მე მგონი უკვე დიდი ხანია გველოდება მსმენელი გისმენთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო. გამარჯობათ. ალო, გამარჯობათ. დიახ. გისმენთ. ობიექტივი ტელევიზია არის? დიახ, თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. პირდაპირ, გამარჯობათ. გამარჯობა. ეხლა მე რაზე გასუხებთ უბრალოდ. აი წეგან ლაპარაკობდნენ რომ პოლიციასო, ამდენი პოლიცია არ გჭირდება, ხელფასები უნდა და რაღაცა. ეხლა მე პოლიციასთან არავითარი საერთო არ მაქვს, მაგრამ პოლიცია უფრო სჭირდება ადამიანებს დღევანდელ დღეს. ვიდრე მისი კორპუსების თავმჯდომარეები რომ ქვია. დიახ. იმაზე წუხელის გაბუნია საკრებულოს წევრი. დიახ. ლაპარაკობდა რომ აი მომისმინეთ კარგათო 50 მილიონი არის გამოყოფილი აი ამ თავმჯდომარეებზე. ეს თავმჯდომარეები იყვნენ მარტო ნაციონალებისთვის რომ ხმებს აგროვებდნენ. მეტი მაგენ არაფერი ფუნქცია არ აქვს. საბჭოთა კავშირის დროს იყო, ესე იგი
მოხალისეთ ვისაც უნდა და იყო თავმჯდომარე. ნუ მაშინ ცნობები რაღაცები იყო საჭირო. ეხლა არავითარი საერთო არ აქვს და არავითარში არ გვადგიან ეგეიდა. გასაგებია, დიდი მადლობა თქვენი აზრი გასაგებია, თუმცა ის კოლოსალური თანხები, რომლებიც პოლიციაზე იხარჯებოდა და ძალოვან სტრუქტურებზე, ესეც მიუღებელი არის და მე მგონი განახევრდა კიდეც, მე როგორც ვიცი და ეს სულ სხვა სტრუქტურებს უნდა გადაეცეთ დაფინანსებისათვის. ბატონო კახა, თქვენ საკრებულოში გამოხვედით წინააღმდეგი, როდესაც გიგი უგულავამ თქვა, რომ კომუნალურ გადასახადებზე ფაქტიურად ოჯახებს უნდა დაერიცხოთ 100 ლარი ზამთრის განმავლობაში. რატო გამოხვედით ამის წინააღმდეგ? ეს არის მაქინაცია საერთოდ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ წარმოიდგინოს. ჩვენ საზოგადოება საერთოდ ვერ აცნობიერებს ერთ ფაქტს, რომელზეც ხშირად ვლაპარაკობთ, მაგრამ ასე თქვა შინაგანად მაინც ვერ გავითავისეთ, რომ ის ფული, რასაც ეწოდება სახელმწიფო ბიუჯეტი და ადგილობრივი ბიუჯეტი, ეს არის ჩვენი ფული. თბილისის ბიუჯეტის მაგალითზე ეს არის 640 მილიონი ლარი. აი წარმოვიდგინოთ როგორც აი ოჯახის ბიუჯეტს რო ადამიანები განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახებში ხო არიან გაჭირვებული ადამიანები. ეს ზუსტად ამას საუბრობ. ის 100 ლარშიც კი რაღაცას ზუსტად ამაზე საუბრობ, რომ როცა განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახი არის, რომელსაც არ შეუძლია რომ ასე ჯიბეში არ დათვალოს და ისე გაფლანგოს თანხები, ყოველთვის უნდა იქნეს განაწილებული პრიორიტეტები და ყოველთვის ისეთნაირად უნდა იქნეს დახარჯული ეს თანხა, რომელიც უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება. თქვენ გახსოვთ თქვენ რომ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც საკრებულოში იყო განხილვა, ჩვენ დავაყენეთ, მე დავაყენე მარტო სამწუხაროდ, როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა მაშინ შეთანხმდა იმაზე, რომ არ უნდა გაუქმებულიყო ელექტროენერგიის ტარიფზე დასუფთავების გადასახადის მიბმა, სამწუხაროდ მათ ამ საკითხში დაიკავეს ერთი და იგივე პოზიცია და მხოლოდ ჩვენმა პარტიამ თავისუფალმა საქართველოს დააყენა მაშინ საკითხი, რომ გამოცხადებულიყო დასუფთავების გადასახადი და აღდგენილიყო ძველი მოდელი და მაშინ ჩვენ გიგი უგულავამ გითხრა, რომ შეუძლებელი არის ამისი გაკეთება, ვინაიდან ამას ჭირდება აი ხა რა ეშველებათ იმ 20-30 მილიონი ლარი. ეხლა გეუბნებით მაქინაციასთან საკითხის არსირო თქვა. და გავიდა 2 კვირა და ცინიკურად გვეუბნებიან, რომ იცით რა, მოვიძიეთ რეზერვები, აი რას ნიშნავს მოვიძიეთ რეზერვები იმისათვის, რომ 20-30 მილიონი თურმე გაიცეს 100 ლარად ხელზე. აი ძალიან მაინტერესებს თუ თბილისის მერიას აღელვებს მართლაც ის, რომ კომუნალური გადასახადები ასე მძიმე ტვირთად დაწובה ჩვენ მოსახლეობას. უკეთესი არ არის პირდაპირ ტარიფები დავაფინანსოთ და არა აი ასე შემოვლითი გზით ჩვენ ნაკლებად აღელვებს გაჭირვებულ ადამიანებს მაინც ეხა ეს რაღაც როგორ აღელვებს როგორ აღელვებს თავარი არის რომ არ გაიყინონ თქვა ზამთარში და ზუსტად იმისთვის რომ არ გაიყინოს ეს დახმარება უნდა იყოს მიზნობრივი ჩვენ ხო არაერთი დახმარება გვინახია შევარდნაძის და სააკაშვილის მთავრობების პირობებში დაწყებული იმ ვაუჩერების სისტემით, როდესაც ვითომ ხალხთან მიდიოდა რაღაცა თანხა და რეალურად ეს არ იყო არაფრის გარანტია და დღესაც თუ გვინდა რომ ხალხი არ გაიყინოს, უნდა მოხდეს ის, რაც ქართულმა ოცნებამ შეპირდა ტარიფის განახევრება დენზე, ტარიფის განახევრება გაზზე და დარჩენილი ნახევრის დაფინანსება, სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და როცა ითქმება რომ არა რაღაცა ცალკე სტრუქტურამ უნდა გასცეს პერსონალური დახმარებები, მერე დაიწყება სიების შედგენა, მერე ვიცით ამ სიების შედგენას რა პრობლემები უკავშირდება, რომ ვიღაცას შეიტანენ, ვიღაცას არ შეიტანენ და რატო უნდა ვაკეთოთ ეს კორუფციული სქემა, როცა არის ძალიან მარტივი სქემა. რომ პირდაპირ დავაფინანსოთ ან დასუფთავების გადასახადი, ან ბუნებრივი აირის გადასახადი, ტარიფი უпростоრად და ადამიანები გადაიხდიან ნაკლებს. ეს არის ბევრად უფრო ადვილი და ბევრად უფრო არაკორუფციული გზა, მაგრამ რატო აკეთებს გიგი უგულავა ხო ხვდებით ამას? იმიტომ რომ ტარიფს რო დააფინანსებ, ეს არის მართლაც გამჭვირვალე პროცესი და მას უნდა, რომ პირდაპირ ასეთი ტკიცინა 100 ლარიანი კონდეს, ირაკლი შონიას ასე ცხვირწინ უტრიალოს და უთხრას, მოგცე თუ არ მოგცე, მოგცე თუ არ მოგცე. აი ეს მექანიზმი უნდათ, ისინი აფინანსებენ საკუთარ პოლიტიკურ კამპანიას, რომ თავიანთ კოორდინატორებს და ამხანაგობის თავმჯდომარეებს დაუჩინონ საქმე, რომ მათ უთხრან, რომ აი შენ შეგიძლია შენ უბანში დაარიგო 200 ცალი 100 ლარიანი. გასაგები, ანუ ეს იგივე კარუსელია ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის Skype-ით გვიკავშირდებიან, შემოუშვათ მსმენელი გისმენთ. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით ბატონო კახა. გამარჯობათ. გამარჯობათ. უბრალოდ მე არ შემიძლია არ დავეთანხმო ბატონ კახას მთლიანად მე ერთი პოლიტიკოს დღეს ვინც მეგულება საქართველოში ეს ბატონი კახა რომელსაც გარკვეულად აქვს ჩამოყალიბებული რა უნდა და კურსი რომელიც ელემენტარულად აღარ იმეორებს და აღარ ბაძავს აი ბოლო თუნდაც 10 თუ 15-20 წლის განმავლობაში რასაც ქართული პოლიტიკოსები ესე დავარქვენ წაჯეკ უკუჯეკაობას მისდევდნენ. უბრალოდ ბატონო კახა მე დიდად ძალიან გთხოვდით რომ ქალბატონი ნინოს დაველოდოთ
და აუცილებლად გაერთიანდეთ მასთან, იმიტომ მარტო ძალიან გაგიჭირდებათ ეს გზა, რომელიც არის მართლაც ძნელი გზა, არაპოპულარული გზა, მაგრამ დამეჯერეთ თუ აქ რამეს დღეს პერსპექტივა აქვს ამ გზა. კარგით, მადლობთ, დიდი მადლობა. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრობთ გაერთიანებაზე. გუშინ პარლამენტში მოვისმინე ფაქტიურად სექსუალური პროდუქციის რეალიზაციის შესახებ იყო საუბარი, კობა დავითაშვილიც საუბრობდა და სხვაებიც. მეტი საქმე აღარ აღარ თქვა პარლამენტს, რომ ამით იყოს დაკავებული. ალბათ კანთარიას გამოსვლას გულისხმობს თუ რას გულისხმობს? არა, მე კობა დავითაშვილის გამოსვლასაც უსმინე, რომ უნდა იყოს რეალიზაცია უსაფრთხო სექსუალური ურთიერთობის შესახებ და ამის პროპაგანდა უნდა გასწიონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რეალიზაცია უნდა მოხდეს პროდუქციის. ბატონი კობა კარგად იცნობს საერთოდ საზოგადოების საჭიროებებს და არ ვიცი ამ შემთხვევაში ალბათ მიმართეს მოქალაქეებმა მართლა არ ვიცი რაზე არის საუბარი, ამიტომ კარგი მოსალოდნელია თუ არა ბატონო კახა ახალი საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვლავ არის ეს ალბათ როგორც უყურებ კულუარებში კვლავ ემზადებიან პოლიტიკური პარტიები, ეხლა არ მგონია 4 წლით ადრე ემზადებოდნენ ახალი არჩევნებისათვის, რატომღაც საუბარია რომ კვლავ შესაძლებელია რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. არის ეს ალბათობა ნამდვილად თქვენ იცით რომ პრეზიდენტს უფლება აქვს კონსტიტუციის მიხედვით რომ აპრილის თვეში დაითხოვოს პარლამენტი კონსტიტუციურად არის ასეთი შესაძლებლობა და მიმდინარეობს ამაზე ბევრი სპეკულაცია გააკეთებს თუ არა ამას სააკაშვილი ახლა დარწმუნებით ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია თუმცა არა მარტო კონსტიტუცია აძლევს სააკაშვილს ამის შესაძლებლობას არამედ ზოგადად პოლიტიკური ვითარებაც ჩვენ ხედავთ რომ როგორც ქვეყნის გარეთ ძალიან სწრაფად და ნელ-ნელა ქვეყნის შიგნითაც ასე ვთქვათ ეცემა ახალი ხელისუფლების პოზიციები და აქედან გამომდინარე იქმნება ეს ასე ვთქვათ ვარაუდები რომ შეიძლება სააკაშვილმა გამოიყენოს ეს თავისი პოზიციების თუნდაც ნაწილობრივი აღდგენისაკენ და მე ვფიქრობ რომ ალბათ ახალმა მთავრობამ ივანიშვილის მთავრობამ ამ საკითხს ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და ნაკლებად ზედაპირული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში თქვენი ორგანიზაცია კვლავ თუ მიიღებს მონაწილეობას? აუცილებლად მივიღებთ ჩვენ მონაწილეობას უახლოეს წლებში საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში და ჩვენი ამოცანა და ჩვენი სურვილი რაც არის თქვენ იცით, ჩვენ გვინდა რომ აი მსმენელმა დაარეკა და წაჯიქ უკუჯექობაზე თამაშობდა, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არის კორუმპირებული. რეალურად თქვენ იცით რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები არ იმართებიან საზოგადოებრივი ინტერესებით, ისინი იმართებიან სხვადასხვა უცხო ქვეყნის ასე ვთქვათ ინტერესების მიმართ არიან უფრო მორგებული და ჩვენ გვინდა რომ ქართულ პოლიტიკაში პირველ ეტაპზე თუნდაც უმცირესობის სტატუსით გავაჩინოთ პოლიტიკური ცენტრი რომელიც ლობირებას გაუწევს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არა ნატოს, არა ამერიკას, არა ევროპას, არა კიდე რომელიღაცა სხვა ქვეყნების ინტერესებს, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გაუწევს ლობირებას. თუ მივიღეთ ჩვენ ეს მხარდაჭერა, ჩვენ შევეცდებით რომ მართლაც გავაკეთოთ აი იმ კურსის კორექტირება, რომელმაც ქვეყანა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე უკვე არაერთხელ გადაჩეხა აი ოფსკროლში. ბატონო კახა, თქვენ ძალიან ხშირად ჩდებით ფაქტიურად საზოგადოების წინაშე, ტელევიზიებით, პრეს, ბეჭდურ მედიაში. თუმცა ეს საკმარისი არის თქვენი აზრით, თქვათ აი რაღაცა წინსვლისკენ, იგივე პარლამენტში მოსახვედრად, თქვენი ორგანიზაციისთვის ეს საკმარისი არის, თქვათ აი კიდეს დღევანდელი გადაცემა, კიდე სხვა რაღაც იქნება, რას აპირებთ? არ არის საკმარისი და ჩვენ ვეძებთ გზებს და მე ყველა ადამიანს ვინც ჩვენს მოსაზრებებს იზიარებს, მინდა უთხრა რომ ჩვენ გახსნილი ვართ ნებისმიერი ახალი იდეებისათვის, საქმე იმაში არის რომ დღეს ჩვენ გვიპირისპირდება ორი დიდი პოლიტიკური გაერთიანება, ხო, ქვეყანაში ერთმანეთს უპირისპირდება ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ორივე ეს პარტია თქვენ იცით რომ არის იდეოლოგიურად იდენტური, ეს არის ორი პროამერიკული პარტია, რომელთაც ერთნაირად წარმოუდგენიათ ნაციონალები და ოცნება. კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ისინი 100%-ით იდენტურად ხედავენ და არც საშინაო პოლიტიკაში ჩვენ ხედავთ რომ დიდი განსხვავებები არ არის. მათ შორის არის კონფლიქტი, თუმცა ეს კონფლიქტი უფრო პერსონალური ხასიათის არის და ისინი აკონტროლებენ ჩვენ ხედავთ რომ ორივე ძალა ეს არის მილიარდელების ბრძოლა ასე ვთქვათ, რომელიც აკონტროლებენ რამოდენიმე 5 თუ 6 ტელეარხს თითოეული მათგანი აკონტროლებენ. რამდენად გაქვს ჩანსი აი სწორედ აი ამაზე ვსაუბრობ მე ზუსტად რომ ჩვენი მატერიალური ასე ვთქვათ შესაძლებლობები ბევრად ჩამორჩება რბილად რა ვთქვათ. მათ შესაძლებლობებს ამიტომაც ეს საკითხი არის გადასაწყვეტი ეს საკითხი ეს არის გამოწვევა, ეს არის პრობლემა, ეს არის ამოცანა, რომელსაც გადაწყვეტა ჭირდება, იმიტომ რომ თანამედროვე ასე ვთქვათ პოლიტიკურ ცხოვრებაში შეუძლებელი არის იგივე მედია საშუალებების მხარდაჭერის, პოლიტიკური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე რეალური შედეგების მიღწევა და ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ და მხარდამჭერებსაც ვეძებთ და
მე ყველას ვთხოვ რომ თუ ისინი იზიარებენ თუ ვინმე იზიარებს იმ პოზიციას რომ საქართველოს ბოლოს და ბოლოს უნდა შეძლოს აი ამ რაღაცა მანკიერი წრიდან თავის დაღწევა რომ ერთად ვიფიქროთ და ერთად გადავწყვეტოთ ეს პრობლემა. ანუ თქვენ ესეთი მკვეთრი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რას გააკეთებთ და ჩვენი ამოცანა არის კლასიკურად ესე იგი პრინციპულად ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის დაფუძნება რომელიც ნუ პირდაპირ მინდა თქვა რომ არის თქვენ ორგანიზაცია. არა იურიდიულ დაფუძნებაზე არ გულისხმობ ირაკლი არამედ გულისხმობ იმას რომ ეს პოლიტიკური ძალა რომ გახდეს თანაზომადი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკურ ასპარეზზე მას სჭირდება ბევრ სხვადასხვა ფაქტორთან ერთად უპირველესი არის მატერიალური ბაზა. თუ ეს მატერიალური ბაზა არ შეიქმნა ჩვენ ხედავთ რომ ასე ვთქვათ ამერიკის აი როგორ აპირებთ აი სწორედ ეს პრობლემა ერთ-ერთი ამ ეტაპზე ეს არის გადაუწყვეტელი ახლა მე წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით მე გეუბნებით რომ რა არის პრობლემა გადაწყვეტილი რო იყოს ეს პრობლემა მაშინ აღარც ვის სჭირდება სამჟევე არ იქნება იგივე ძლიერი დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ფაქტიურად არ არის ხო მე ვამბობ იმ ტრებს რომელიც ფაქტიურად საქართველო იმყოფება ამად გარშემო აი ვინ შეიძლება რომ თქვათ იყოს ისეთი ადამიანი ვინც ხელი გამოუწოდეს თქვენ ორგანიზაციას რომელიც თulis რომ უნდა იყოს ეროვნული სახელმწიფო ძლიერი სახელმწიფო რომ იყოს ეს ამოცანა გადაწყვეტილი და ამ კითხვის პასუხი რომ მქონდეს მე ამ საკითხს არც დავსვამდი ამ საკითხს იმიტომ ვსვამ ღიად და საზოგადოების წინაშე რომ ეს არის გადასაწყვეტი საკითხი იმიტომ რომ თუ ერმა და საზოგადოებამ ვერ მოახერხა ასე ვთქვათ თავისი თვითორგანიზება და თავის დაფინანსება არის ცნობილი გამოთქმა ხო ის ვინც პერიფრაზას არ გავაკეთებ მაგრამ ნუ ანალოგიური შინაარსის საკითხია რომ ის ვისაც არ უნდა შეინახოს საკუთარი ჯარი მას ყოველთვის მოუწევს სხვა ქვეყნის ჯარის ანუ ოკუპანტის დაფინანსება თავის ტერიტორიაზე და დაახლოებით იგივე რაღაცა მინდა რომ გავიმეოროთ ახლა პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ რომ ის ერი რომელიც ვერ შეძლებს საკუთარი პოლიტიკური პარტიების შექმნას და დაფინანსებას მას მოუწევს სხვა ქვეყნის კოლონიური ადმინისტრაციის და მარიონეტული ადმინისტრაციების დაფინანსება და სამწუხაროდ ჩვენ ვართ 92 წლიდან მოყოლებული ამ ვითარებაში. დიახ ზარი არის მაყურებლის შემოვიყვანოთ და გავაგრძელოთ შემდგომ გისმენთ საღამოშვიდობისა მოგესალმებით საღამოშვიდობისა ბატონო კახა პირადად ასეთი შეკითხვა ხედავთ ქალაქის მერის მოქმედებას რომ დღეს თბილისში რაც ეხება მუნიციპალური ტრანსპორტი თუ სამსახურებრივი დასაქმება არის ქალაქის მერი ყველაფერს აკეთებს იმ ხალხისთვის ვინც ნაციონალურ მოძრაობაში იყო ერთი თვის წინ გამოაცხადა ქალაქის მერმა ასეთი შეთავაზება სამუშაოსთან დაკავშირებით აბესაძე რომ უსაფრთხოების დაცვის სამსახური შეიქმნა მე პირადად და ჩემი ორი ვაჟკაცი 30 წლისა წავედით მეორე დღესზე მე 11 ოთახში მეორე სართულზე ავედი 1000 კაცამდე იყო მისული მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ყველა რაიონიდან სიებით იძახებდნენ შიგნა გრდანი ჩუღურეთი ვინც იყო მხარდამჭერი ნაციონალებისა ნაციონალების ხარდაჭერი აი ამ ხალხი გვაყურყდა ერთი კვირა დაგირეკავ და ღებულობენ თავიანთ ხალხს ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტთა მონიტორინგის სამსახურში კაფეინძესთან რამდენჯერ სასაცილოდ იგდებენ ამ ხალხს და ამ ხალხს რას უკეთებენ იცით აი სადაც დაცვის პოლიცია იყო გაათავისუფლეს 400 ლარიანი სამსახურზე ღამევსათენზე საწყალი ხალხი გაუშვეს სექსუალურს უნიშნავენ და ისევ თავიანთ ხალხს რამენაირად რომ მობილიზაცია გაუკეთონ თავიანთ ხარდაგებია ხა მადლობთ ეს პრობლემა არ ახალია ძველია ეს ხდებოდა სახელმწიფო აპარატის ფორმირება საქართველოში წინა ხელისუფლების დროს წინა ხელისუფლების დროს სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავი ორგანოების და ბევრი სტრუქტურის ფორმირება ამ წესით ხდება მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვიცით რომ ათასობით ადამიანებს დაითხოვეს უკვე სამსახურიდან და მიმდინარეობს ახალი კადრების დაკომპლექტება აი მე არ ვიცი და შემახსენეთ სადმე თუ გაგიგიათ რომ კონკურსი გამოცხადებული იყოს მე ყურიც არ მომიკრავს რომ სადმე კონკურსის წესით ხდება და ეს კრიტერიუმებით ხდება მაშინ ახალ პარტიული კრიტერიუმებით ხდება და ამ ადამიანებს მინდა უთხრა რომ აი როცა ხაზავდით თავის დროზე რაღაცა ნომრებს მაშინ უნდა გეფიქრათ ამაზე აი ხა ჩვენ ვიმკით საზოგადოება უნდა გახდეს უფრო მეტად პასუხისგებლიანი ჩვენ ვიმკით იმ არჩევანის შედეგებს რომელსაც წლების მანძილზე ვაკეთებდით ჩამოყალიბდა რაღაცა პარტიული ელიტები არტიული ოლიგარქიები და პირდაპირ ვიცით ეხლა რომ ეს უსაფრთხოების სამსახურიც მერიაში და ძალიან ბევრი სხვა სტრუქტურა სახელმწიფოს ეს ყოველთვის იყო პარტიული კოორდინატორების დასაქმების და მობილიზების საშუალება ამიტომ აი არც კი ვიცი ეხლა რა შეიძლება ჩვენ რომ ამ ადამიანს ბატონო კახა მე მაინტერესებს ეხლა თქვენს არჩევნო
პლაკატებზეც მინახია, აი ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ თქვენი პარტიის წევრები, მაგრამ თქვენ რაღაც კოალიცია ქონდათ შექმნილი და შემდგომში თუ აპირებთ იგივეს გაკეთებას, აი ვისთან შეიძლება თქვენ ითანამშრომლოთ, ეხლა წინასწარ ძალიან ძნელია ყველაფრის განჭორეტა, მაგრამ მაინც და აი ვისთან შეიძლება ვერ ითანამშრომლოთ და ვერ დადგეთ იმის გვერდით, აი ეხლა ადამიანმა დარეკა და გირჩიათ იგივე რომ ბურჯანაძესთან დადექით გვერდით, ეხლა პრინციპში მე ჩემი პოზიცია ცოტა სხვანაირი არის ამასთან დაკავშირებით, ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, იგივე იმ პიროვნებებთან დაკავშირებით არის უარყოფითი, რომელიც თქვენ საარჩევნო პლაკატებზე იყო ზოგიერთი ადამიანი, აი როგორ აპირებთ, იგივეს აპირებთ გააკეთოთ თუ რაღაც ახალი თქვენ სურვილი გაქვთ რომ ახალი ადამიანები მოიზიდოთ. აი ვინ შეიძლება იყოს ვისთან ვერ ითანამშრომლოთ. გავყოთ ეს საკითხები ერთმანეთისაგან. პარტიაში ახალი ადამიანების მოზიდვა და სხვა პარტიებთან თანამშრომლობა ეს ორი სხვადასხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ჩვენ პარტიის გაფართოება ძალიან გვინდა და გვინდა რომ პარტიაში იყოს ეროვნული ცნობიერების მქონე ძალიან ბევრი ახალი ადამიანი. ეს არის ერთი მიმართულება. და მეორე მიმართულება არის რომ როგორც არ უნდა გაფართოვდეს პარტია, რა თქმა უნდა, ყოველთვის დღის წესრიგში არის თანამშრომლობა სხვა პარტიებთან და მე მაქვს ასეთი ასე ვთქვათ პოზიცია პირადად, რომ არც ერთ პარტიასთან ჩვენ თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ. თანამშრომლობა ეს არის ძალიან ფართო ტერმინი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიზიარებთ მათ ხედვებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცა ყველა საკითხზე შეიძლება მათთან შევთანხმდეთ. თანამშრომლობა ეს არის წმინდა წინასაარჩევნო თანამშრომლობა რაღაცა საზოგადოებას მინდა გითხრათ და ქართველი ხალხის უმეტესობას მაინც სხვა კუთხით უყურებენ და არ სიამოვნებთ ხოლმე. ვერ დაგეთანხმებით ირაკლი, ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებაში და არსებობდა ექსპერტების მოსაზრებები, რომ აი იმას ნეგატიური რეიტინგი აქვს, ამას ნეგატიური რეიტინგი აქვს, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ ყველაზე კარგი შედეგი ამ არჩევნებში აჩვენა ყველაზე დიდმა გაერთიანებამ და არავის არ აინტერესებდა ამ გაერთიანების შემადგენლობა. დამეთანხმე ამაში. ამ გაერთიანების მიზანი სააკაშვილის დამხობა იყო ყველაზე უფრო მთავარი. ამიტომ შენ შეიძლება და ადამიანები, რომლებიც ბევრი წლებია პოლიტიკაში ხართ და ვართ, უფრო მეტ რაღაცებს ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ საზოგადოებისთვის მერწმუნე რომ ეს ასე არ არის და ყოველთვის დავუშვათ იმწუთიერი პრიორიტეტები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის და აი იმ წუთას რაც არის გადასაწყვეტი საზოგადოება ორიენტირდება ამაზე. რაც შეეხება ხა კონკრეტულად მე არ მინდა რომ გავიქცე რომელიმე შეკითხვას, იყო ქალბატონ ბურჯანაძესთან დაკავშირებით შეკითხვა. მე ვფიქრობ რომ უბრალოდ აი ზარის ავტორი არ არის ინფორმირებული რომ ქალბატონმა ბურჯანაძემ გამოაცხადა უკვე რომ ის არის ქართული ოცნების ნაწილი და არაფორმალურად ქალბატონი ნინოს პარტია გაწევრიანდა ქართულ ოცნებაში. ნინო ჟიჟილაშვილთან იყო გადაცემაში, არ ვიცი ერთი თვის წინ უყურე თუ არა და მან თქვა რომ ის მთლიანად იზიარებს ქართული ოცნების კურსს, მათ შორის ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას, ნატოსთან მიმართებაში. მონაწილეობდა დემოკრატიული მოძრაობა ქართული ოცნების წინასაარჩევნო შტაბებში და უბრალოდ ეს ფორმალობის საკითხი არის, რომ დავუშვათ აი კობა დავითაშვილიც არის ქართული ოცნების წევრი თქვენთი, თუმცა მისი პარტია ფორმალურად ბლოკის სუბიექტი არ იყო. აი დაახლოებით ასეთი სუბიექტად არის ჩამოყალიბებული მისი ორგანიზაცია. ამიტომ სუბიექტები თქვენც ყავდათ ორგანიზაციაში. კი, ამიტომ მე იმისით თქვა მინდა უბრალოდ თანამშრომლობას რაც შეეხება, რომ დაკავებული არის ასე ვთქვათ ქალბატონი ბურჯანაძე უკვე სხვა ფრონტზე. არის რა თქმა უნდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც აი ხა დღეს წარმოადგენენ არასაპარლამენტო ოპოზიციას, ჩვენ ახლა მათგან ძალიან კარდინალურად განსხვავებული ხედვები გვაქვს, იგივე ქრისტიან-დემოკრატები, იგივე ახალი მემარჯვენეები, იგივე ლეიბორისტები, ну ნაკლებად დავუშვათ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, თუმცა მაინც განსხვავებული პოზიციები გვაქვს ქართული დასისგანაც, მაგრამ ეს განსხვავებული პოზიციები რა თქმა უნდა რაღაც მიმდინარე ტაქტიკურ საკითხებზე თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. მე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად საარჩევნო კოდექსის შემუშავება უნდა დაიწყოს ხელახლა და მე ვფიქრობ ეს ისეთი საკითხი არის, რომელზეც თანამშრომლობა შეიძლება აბსოლუტურად ყველა მიმართულების და ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალებს. ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ თუ გვინდა მართლა დემოკრატიული საზოგადოების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა, არასდროს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაც არ უნდა მართლები ვიყოთ, რაც არ უნდა კარგები ვიყოთ, თუნდაც რაც არ უნდა ბევრი ვიყოთ, რამდენი პროცენტიც არ უნდა ვიყოთ, რომ სულ ყველა ჩვენ ვართ. აი ეს ვიღაცები, ვინც რჩებიან ჩვენს გარდა, რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს, ჩვენთვის მიუღებელი იყოს, მათაც აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ისეთივე უფლება და ისეთივე ლეგიტიმური ინტერესი, როგორც ჩვენ. მაგრამ ხომ შეიძლება რომ თქვენ რეიტინგი დასესან წაგახდინოთ ესეთმა ადამიანებმა? რომ თქვენ გიხილონ იმის გვერდზე, აი იგივე ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით, ხო, რამდენი მომხრე ყავდა ქართულ ოცნებას, ოღონდ ეს რეჟიმი დამხობილიყო, მაგრამ ძალიან ბევრს არ მოსწონდა იგივე ხილვა ყარყარაშვილის, ლანა ღოღობერიძეს და იმ წითელი ინტელიგენციის, რომელიც თქვენ მოგეხსენებათ რა როლი ითამაშეს თავის დროზე ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. იგივე თქვენთან დაკავშირებით მე არ მინდა ეხა
ისე გამომივიდეს ცალსახად, ძალიან ბევრ ადამიანს იგივე ეროვნული მოძრაობიდან არ მოეწონა იგივე კაკო ასათიანის თქვენთან ყოფნა, იგივე ნანა დევდარიანის თქვენთან ყოფნა და დანარჩენი ესეთი ადამიანების ირაკლი, მე ამაზე ფიგურების საუბრობდი ზუსტად, რომ ხომ შეიძლება თქვენ დაგაშალოთ თქვენ ისევ ესეთმა ადამიანებმა. კი, როგორ არის ეს პოლიტიკური ტექნოლოგიის საკითხი არის, ზუსტად ამაზე გეუბნები, რასაც ქვია, რომ ახლა პარტიების რეიტინგი რამდენად არის ხოლმე გადაკვეთადი თუ არა გადაკვეთადი, უბრალოდ იმისი თქვა მინდა, რომ აი ვინ ოდიოზურია, ვიღაცისთვის ჩვენ ვართ ხო ოდიოზურები. აი როგორც ახლა შენ საუბრობ დაუშვათ რაღაცა ერთგვარი ირონიით თუ რაღაც ისეთ ტონალობაში ხო მათზე რა არ მოგისმენია დაუშვათ რომ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებზე ასეთივე დამამცირებელი და აგდებული ტონალობით ლაპარაკობს საზოგადოების მეორე ნაწილი და ის მიიჩნევს რომ ეს სეგმენტი არის ოდიოზური და ეს ხალხი არის რაღაც დროს ჩამორჩენილები და უამრავი სალანძღავი ეპიტეტებით მოიხსენიებს მე ესეთნაირად მიმაჩნია რომ რა თქმა უნდა ყველამ თავის პოზიციიდან ბრწამსი უნდა დაიცვას და ჩვენ რაც გვაქვს ჩვენი ბრწამსი ამას მე მგონია რომ ნამდვილად ძალიან ღიად და გულწრფელად საზოგადოებას ვთავაზობთ თუმცა არ არის აუცილებელი ეს იყოს კონფრონტაციული. აი რაც შეიძლება მე და შენს პოზიციებს განასხვავებს არის ის რომ არ მგონია ეხლა რომ ჩვენ თუ გვაქვს რაღაცა ჩვენი განსხვავებული მიდგომები ძალიან ბევრი მათ შორის შენ მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებული არ მგონია აუცილებელი პირობა იყოს საკუთარი პროპაგანდისა რომ აი მეორეს მაინც და მაინც კოლგის წვეტი უნდა უჩხვლიტო ესე იგი წეინდან და უკნიდან. უნდა მოიძებნოს საზოგადოების შიგნით შვიდობიანი ახლა მოდური სიტყვა არის კოაბიტაციის ესე იგი თანაარსებობის ფორმები რა თქმა უნდა ახლა ცხოვრება ყოველთვის არ იძლევა ამის შესაძლებლობას მაგრამ გასაგები არის ვიღაცას ვიღაცა არ მოწონს მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს ქვეყანა დიმიტრი გელოვანებით არ არის დასახლებული ნამდვილად არ გამიხარდება თქვენს გვერდზე იგივე სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ადამიანები თქვენს ორგანიზაციის გვერდით იგივე ვთქვათ გადატრიალების ორგანიზატორები ნამდვილად ჩვენს პარტიაში იგივე ადამიანები რომლებიც ნამდვილად მე პირადად არ გამიხარდება თქვენს გვერდზე მათი დაფიქსირება ზარი შემოვიყვანოთ გადაცემაში გისმენთ მოგესალმებით ბატონო ირაკლი და ბატონო კახა დიდი პატივისცემით მაინტერესებს თქვენი პარტიის ოფისის მისამართი თუ შეიძლება ჩვენი პარტიის ერთადერთი ოფისი დღეს მდგომარეობით არის დადიანის 4 ეს არის თავისუფლების მოედანზე ანუ შალვა დადიანის 4 ნომერი დიახ თქვენ რეალურად აი თქვენს ორგანიზაციას თქვენ საკრებულოში ბრძანდებით შეუძლიათ ადამიანებს აი რაღაც ისეთი გარკვეული დახმარებები გაუწიოთ იმიტომ რომ მე რაც ხედავს ურიგები არის თქვენთან და ყველას ეხმარებით ბატონო კახა იგივე ხავე მინდა დავაფიქსირო რომ თქვენთან დარეკა ადრე იყავით გადაცემაში ზუსტად არ მახსოვს რომელ ჟურნალისტთან ლელა ვეფხვაძემ რომელიც ცნობილი 9 აპრილის მონაწილე ხალბატონია უსინათლო მას დახმარება სჭირდებოდა შეგიძლიათ რა ესეთ ადამიანებს რაღაც რეალურად მაინც დაეხმაროთ იგივე პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია ყოველს მივცეთ ხოლმე სწორი ინფორმაცია რა საკითხზე არის შესაძლებელი დახმარება რა საკითხზე არ არის შესაძლებელი დახმარება მე ვარ თბილისის საკრებულოს წევრი და უბრალოდ ვიცით თბილისის ბიუჯეტი და რომელი სოციალური პროგრამები ფინანსდება და სადაც არის ხოლმე შესაძლებლობა ბუნებრივია რომ მე ყოველს შუამდგომლობს სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ თბილისის მერიაში კორუფცია ყვავის გამონაკლისი ყველგან არის და მინდა მადლიერების სიტყვებით მოიხსენიო მერის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა კაცარავა რომელიც ნუ აი შესაძლებლობის ფარგლებში რაც კი არის ხოლმე შესაძლებელი ჩვენ აი მერის სოციალური პროგრამების ფარგლებში ვცდილობთ რომ ეს ყველაზე უფრო გაჭირვებული ფენებისათვის ეს პროგრამები იყოს ხელმისაწვდომი ეს არის ზოგიერთი ტიპის ჯანდაცვის პროგრამები ზოგიერთი ტიპის ოპერაციები თქვენ იცით რომ კეთდება უფასოდ არის გარდა ამისა ინდივიდუალური დახმარებები არის ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული მენეჯმენტის ადამიანები ბატონო კახა ვისთვისაც მართლა შეეხო ეს დახმარებები და თქვათ რაღაც პრობლემები გადაეცა არის როგორ არ არის ეხლა იმის თქმა რომ ეს არ მიდის საერთოდ ადამიანებამდე ამის თქმა არ შეიძლება უბრალოდ აი ჩვენ რითიც დავიწყოთ გადაცემა ხო 100 ლარიანი დახმარებების მე იმის წინამდე კი არა ვარ 100 ლარი რა 1000 დოლარი დაურიგოს უყველას უბრალოდ როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაცა თანხა ამ შემთხვევაში ჯამურად საუბარი არის 35 მილიონ ლარზე 35 მილიონი ლარით მე იმდენი პრობლემის გადაწყვეტა ვიცი ირაკლი რომ შესაძლებელი არის დედაქალაქში რომ მენანება ეს ფული აი ასე ჰაერში გასასროლად მე შევთავაზე ტელევიზიებს და ჯერჯერობით ვერ დავაინტერესე ვერავით მაგალითად აი გლდანის რაიონში არსებობს ფილმები ვისაც აქვს ნანახი ამერიკული ჰარლემი ან პარიზის მე-13 რაიონის ტიპის დასახლებები აი ეს არის ნამდვილი რაღაც ქარხნებში მიტოვებული ქარხნების საამქროებში ჩასახლებული მარტოხელა დედები
ტევნილები, რაღაც შერეული კონტინგენტი, უფანჯრო, ხო, ბარაკებიც არ ქვია ამას, ბარაკებში კიდე რაღაცა სისტემა არის, ეს არის წარმოვიდგინეთ უფანჯრო, უელექტროენერგიო, უწყალსადენო და აი რა შელებათ ესეთ ადამიანებს? აი ამას გეუბნებთ, რომ როცა 35 მილიონი ლარი არის, მე აი იმისი თქმა მინდა რომ თქვენ არ იცით საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, იმიტომ რომ არასდროს დიდი ხანია არ მოსწრებია უკვე პირველი ეროვნული ხელისუფლების შემდგომ რას ნიშნავს არაკორუმპირებული ხელისუფლება. 640 მილიონი რა თქმა უნდა ძალიან ცოტა არის, თუ კი ეს უნდა მოხმარდეს გიგი უგულავას მისი ოჯახის ბიძაშვილ მამიდაშვილების ლას-ვეგასში, ესე იგი სიარულს და შოპინგებს. მაგრამ 640 მილიონი ლარი, ანუ თბილისის ბიუჯეტი, ეს არის ძალიან დიდი თანხა, თუ კი თბილისს ეღირსა არაკორუმპირებული მერი. თქვენ არ იცით რამდენი სიკეთის გაკეთება შეიძლება. ორ კვირაში გავუკეთებდი ლიკვიდაციას ამ დასახლებებს. ლიკვიდაციას გულისხმობ იმას, რომ ანუ ამ ტიპის დასახლებებს და იქ შეიძლებოდა ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწყობა და საერთოდ თბილისში შეიძლება ჩვენ ახლა მე როგორც საკრებულოს წევრი წუხდები უბრალოდ მორალურად წუხდები, რომ შემოგვდის განცხადებები, რომ ბავშვი ინვალიდი ჭირდება გერმანიაში მკურნალობა, თვალი არა აქვს, ის არა აქვს. ეს ოპერაციები ძვირია ოჯახებისთვის 10-დან 20,000 ევრომდე მერყეობს ევროპაში დავშოთ მინიმალური ოპერაციის ფასები. მაგრამ ეს არაფერი არ არის დედაქალაქის მერისთვის. აი 35 მილიონ ლარად ან 640 მილიონ ლარად ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ ის, რომ თბილისში არავის არ შიოდეს, არ აწვიმდეს, უწამლობით არ იღუპებოდეს. ეს იქნება საკმარისი, თუ კი რა თქმა უნდა ჩვენ არ გვექნება გამოსაკვები უგულავას მრავალსულიანი ოჯახი და კიდე არაერთი არის მაგისთან გაქცევებული ადამიანები ზემოთ და ქვემოთ სააკაშვილის ვერტფრენი რადაგირს მხოლოდ შემოვიყვანოთ ძალიან მიხარია რომ ამდენი მსმენელი და მაყურებელია და ესე აქტიურებს ჩემს გადაცემაში გისმენთ ალო გამარჯობათ გამარჯობათ მოგესალმებით ბატონო ირაკლი ბატონო კახა საღამოშვიდობის მე აი მერიასთან დაკავშირებით მაქვს უბრალოდ შეკითხვა ბატონ კახასთან ჩვენ მეორე ჯგუფის ინვალიდები ვარ და მოგეხსენებათ რომ 80 ლარს ვიზრდით პენსიას 10 ლარს გვიმატებდა ქალაქის მერი და ამ წლის იანვრიდან ეს 10 ლარი მოგვექნა რამოდენიმეჯერ დავრეკეთ მერიაში რატომ მოგვექნა ნუ რა თქმა უნდა წავიდა მეორე ჯგუფის ინვალიდების პოლისებში და რაღაცაში მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვართ სოციალურად დაუცველები და პოლისები ისედაც ასედაც ჰქონდათ მერიაში ესე იგი ყოველთვის რეკავდით ამ წლის განმავლობაში რომ გვიპასუხეს რომ ეს 120 ლარიო წლის განმავლობაში რაც გამოაკლდა რა ეს 10 ლარი ყოველთვის ვით მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან სოციალურად დაუცველებიო ამ წლის განმავლობაშიო მიეცემათო 120 ლარიანი ვაუჩერიო ეს კომუნალური გადასახადებისთვის და ყოველთვის თითქმის რეკავთ და გვეუბნებიან არ ვიცით და ეს წელი ძლევა უკვე და გასაგებია ჩვენ როგორც საკრებულოს წევრი იქნებ იცით აი რა ბედი ეწევა ამ ვაუჩერს საერთოდ მოგვატყუეს მერიაში გვატყუებდნენ გასაგებია დიდი მადლობა შეკითხვისთვის შემოვიდა ეხლა მე 2012 წელზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ იმიტომ რომ უკვე ილევა გუშინ შემოიტანეს აი ჯერ არც გავცნობი ვარ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი ხალბატონო მე გეტყვით ჩვენი ოფისის ტელეფონს ეს არის 99 65 99 და მომავალ კვირას თუ დაარეკავთ მე ზუსტად გეტყვით რეალურად ბიუჯეტის მიხედვით გეკუთვნით თუ არ გაკეთვნით რეალურად ის შეღავთ რომელსაც ვიტყვით სკაიპითაც შემოვიყვანოთ ახლა მაყურებელი და მე გავაგრძელოთ გადაცემა გისმენთ ალო დიახ გამარჯობათ გესმით დიახ მოგესალმებით საბერძნეთიდან გამარჯობათ მიხარია რომ ხედავთ ერთი საქართველოს მე ისტორია კი კახა საქართველოს მომავალი მადლობთ ასეთი თბილი ზარისთვის აი ბატონო კახა ხშირად ჩვენ მიგრაციიდანაც გვიკავშირდებიან განსაკუთრებით ეროვნული ხელისუფლების მომხრეებით და საერთოდ ეს გადაცემა განსაკუთრებით ესეთ მათი თვალთახედვის არეში არის ჩვენი პერსონიდან გამომდინარე ასევე თქვენს ახსენეთ ახლა ეროვნული ხელისუფლება და ახსენეთ ასევე რომ ზოგიერთი ძალიან მტრულად უყურებს ამ საკითხს დროში ჩარჩენილებსაც ეძახიან ეროვნულ მოძრაობაში მყოფებს თუმცა ამათ ეშლებათ ასეთ კატეგორიას მე ვფიქრობ იმიტომ რომ იდეა არის გაუხუნარი რადგან ეს არის ეხლა წმინდა ილია მართლის იდეა იგივე არის და ზუსტად გამსახურდიას იდეა და მერაბ კოსტავასი და შეუძლებელია რომ იდეა იყოს საერთოდ როდისმე დროში ჩარჩენილი აქ თავარი პიროვნებები არ არის აქ თავარი იდეაა და რა თქმა უნდა ვინც აცოცხლებს შემდგომ ამ იდეებს სხვათა შორის წინა გადაცემაში გია ყრუაშვილი ყავდა თქვენი ორგანიზაციის რეგიონალური მდივანი როგორც ვიცი და მან თქვა რომ საერთოდ ჩვენ ორგანიზაციასო პრეტენზია გააჩნიაო ახალი ეროვნული მოძრაობის
ტალღის დაწყებისო, ესე თქვა. ძალიან ძნელია ალბათ დღეს ახალი ეროვნული მოძრაობის ტალღის გაღვივება და სადაც ძალიან ბევრს ეშლება ამ პარტიებიდან, რომ ეროვნული მოძრაობას ისე ირქმევენ და ირგებენ ზოგიერთები, რომ გონიათ, რომ ეს არ არის თქვა ცხოვრებისეული მოვლენა, არამედ არის რაღაცა პარტიული ვიწრო დასახელება და ვიწრო ჩარჩოებში უყურებენ აი ამ გრანდიოზულ მოვლენას, რომელიც დაიწყო მე-20 საუკუნის ბოლოს მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ. თქვენ რა პრეტენზია გაგაჩნიათ საერთოდ და როგორ უყურებთ აი ამ საკითხებს? შეიძლება ეს იყოს რაც დროში ჩარჩენილი ეს ყველაფერი? არა, დროში ჩარჩენილი ეს არის პოლიტიკურ დებატებში საერთოდ ბევრი იარლიყები გამოიყენებოდა დებატები მნიშვნელოვნად იარლიყების მიკერებით გამოიხატება. დროში ჩარჩენა ერთგვარად ობიექტურად რო ვთქვათ ირაკლი მართლაც მოხდა. იმიტომ რომ აი ჩვენ რაზეც საუბრობთ ახლა თანამედროვე პოლიტიკური ტექნოლოგიების მეთოდები, რესურსები რაც არის მოხდა ისე რომ ამ მეთოდებს და ინსტრუმენტებს უფრო ადრე დაეუფლნენ ეგრეთ წოდებული ლიბერალური პროამერიკული ტიპის პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებოდნენ და მართლაც მოხდა დროში ჩარჩენა და გაყინვა ეროვნული მოძრაობის და ეროვნული ცნობიერების მქონე პარტიებისა და მე ვერ დაგეთანხმებით მაპატეთ. არა ფასეულ მომხდარა. უბრალოდ ეს ხდება იზოლაციაში მოქცევა, ჩემი ეროვნული ძალები. მეც ამას გეუბნებით ერთი წამი. მე არ მithქვა რომ ფასეულობები ჩარჩა დროში. თვითონ ტექნოლოგიები იმისათვის რომ პოლიტიკური ძალები იყოს კონკურენტული, ფაქტია რომ არ არის პოლიტიკური ძალები, ხო? კონკურენტული. ბოლო რამდენი არჩევნები არის უკვე, როცა აჩვენა ეროვნულმა ძალებმა შედეგები, არ ვიცი 20 თუ 22 წლის იყო, წლის წინ იყო ეს. გეთანხმები რომ ეს იზოლაციის შედეგად მოხდა, რომ ეს მარგინალიზაცია შეგნებულად ხდებოდა, რომ ამით არა მარტო საქართველოს, არამედ უცხოეთის ქვეყნის სპეცსამსახურები იყვნენ ბოიკოტს უცხადებენ, ეს გასაგებია ის ადამიანები, მე შედეგს გეუბნები. სამსახურდიას ხელისუფლებას დღემდე კანონიერად მე გეუბნები შედეგს ირაკლი. დიახ. ამიტომ მოხდა ეს და მე ვფიქრობ რომ როცა ჩვენ ამოცანებს ვსახავთ, ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა ეს უნდა იყოს, სხვა შორის ესეთი დებატები იმართებოდა 90 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში. მაშინაც იცით თქვენ რომ მიიღო ბატონმა ზვიადმა ის გადაწყვეტილება რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მაშინაც ბევრი აკრიტიკებდა რომ ეს არჩევნები კანონიერია თუ არა კანონიერი არის, მაგრამ ის ხედავდა ზუსტად მომავალს რომ აუცილებელი იყო ეროვნული მოძრაობის გადაყვანა იმ სივრცეში, რასაც ეწოდებოდა უკვე ლეგალური პოლიტიკური სივრცე, რომ რაღაცა კონკურენტუნარიანი ძალა გამხდარიყო და დღესაც კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რა თქმა უნდა, რომელიც ზოგი თავის ოჯახში, ზოგი ობიექტივში, ზოგი ინტერნეტში სადასად არ გამოხატავს თავის მოსაზრებებს, მაგრამ ამოცანა არის ეს ეს უნდა გახდეს ერთიანი ინტეგრირებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება თავისი წონა პოლიტიკურ ასპარეზზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოახდენს ზეგავლენას. მე ესე ვხედავ ამ მომავალს და მე ესე მგონია, თორე ხა ჩვენი ამოცანა ის ხო არის, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ დაუშვათ აზრი და ქვეყანა საით განვითარდება არ გვაინტერესებს. პრაქტიკული განხორციელება, რა თქმა უნდა. შემოიყვანოთ ზარი გისმეთ. ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ გენაცვალე, გამარჯობათ. ძალიან მინდა მივეფერო ბატონ კახას, ბატონობით არ თმიდა რომ მივმართო. დიდი მადლობა. მომწონდა იმდენად მიყვარს, რომ მინდა რომ პირდაპირ კახა უწოდო. კი ბატონო, დიდი მადლობა. იცით რა, ეხლა წამყვანმა აღნიშნა ასეთი რამ, რომ აი იცით რა, მე არ გეშინიათ რომ აი ესე იგი ხალხი ამას ისე შეხვდება მაშინდელი გაერთიანება, ანუ ესე იგი ძველი კადრები, ანის ასათიანი ისინი ახსენა. მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდეს, რაც არსებობს კაცობრიობა, ადამიანი როცა იბადება 4-ჯერ იცვლის თავის ბუნებას. მოთხოვნილებებს, შეხედულებებს, ნიჭსაც ამავე დროს შეიძლება სულ ნიჭად მოგეჩვენოს ადამიანი 10 წლამდე, 15 წლამდე და ამ დროს გენიოსი ბუდობდეს მასში. ასე იცვლება ყოველ 10-15 წელიწადში ადამიანი იცვლება. ისე როგორც ერთი თუმცა მე ქალბატონო ვერ დაგითანხმებით რომ შევარდნაძე როდისმე შეიცვლება, ან სააკაშვილი შეიცვლება, ან კაკო ასათიანი შეიცვლება, ან ყარყარაშვილი, ან ხედრიონი შეიცვლება. მადლობთ. მე გიპასუხეთ უკვე. მე მგონია სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდო შენ. არ შემიზღუდია სიტყვის თავისუფლება, იმიტომ რომ 4-ჯერ და 8-ჯერ შეცვლილი მთლად მე მგონი უარესი არის კიდევ ესეთი ადამიანი, რომელიც არამყარი პოზიცია გააჩნია, თუმცა კიდევ ამბობ, რომ არ შეიცვლებიან ესეთი ადამიანები, ხა კიდევ ერთ ადამიანს დავასახელებთ, მაგრამ ღირსიც არ არის ის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აკრიტიკებს არა მარტო ზვიად გამსახურდეს პოლიტიკას, არამედ პოეზიასაც, ხო, ის ხო რაღაც საერთოდ სამარცხვინო ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს. ბატონო კახა, თქვენთან სხვათა შორის ბრიფინგებიზეც, რომელიც ტელევიზიით შუქდება და ჩემი თვალითაც მინახია, ზვიად გამსახურდიას სურათი თქვენს ოფისში, თქვენს კაბინეტშიც და ასევე საკონფერენციო
ოთახშიც. როდიდან გადაწყვიტეთ, რომ ზვიად გამსახურდი ეს სურათი უნდა ყოფილიყო თქვენთან და მანამდე მე არ მინახია ვთქვათ. ბევრი ფოტოებია ჩვენ ოფისში და ძველ ოფისშიც იყო და მანამდე საპარლამენტო ოფისშიც ჰქონდა ბევრი ფოტოები და ეხლა ბუნებრივია. ზვიადის სურათი გვექნება და ილიას სურათი გვექნება, აბა ეხლა შევარდნაძის სურათი ხარ გვექნება და იმისი გამოკრული. სხვა შორის სურათი არ არის ის, რომელსაც თქვენ ახსენებთ ერთმა ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა საზოგადოებრივ მოღვაწე მაჩუკა, ეს არის ორიგინალი პლაკატი 90 წლის არჩევნებისა, რომელზეც არის გამსახურდიას, კი, რელკვია არის. და სხვა შორის მინდა მე წამოგიღე, ვიცი რა შენი განწყობები და დაბეჭდა ჩვენმა პარტიამ წელს და შარშენ აი ესეთი მაისური და შენ წამოგიღე საჩუქრად და მინდა გაჩუქო პირდაპირ აი ამ გადაცემაში ეს არის ბატონის მადლობა გამოსახულებით ეს საერთოდ არის ეხლა თანამედროვე სოფლიოში მიღებული რომ ბევრი სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ძალიან დიდი მადლობა გამოსახულებით მაისურები იბეჭდება და მე ვფიქრობ რომ საქართველოს ძალიან განსაკუთრებული საჩუქარი არის საზოგადოებას ვაჩვენო კამერაში ეს მაისური რომელიც შემთხვევით ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საჩუქარი არის ნამდვილად და თქვენგან სახსორა და იმედი მაქვს აუცილებლად 4-5 ასეთი სეზონი რო იქნება ჩავიცმევ ამას 4-5 ვარიანტი თუ როგორ ქვია ვერსია დაიბეჭდა ასეთი მაისურის არის დავით აღმაშენებლის გამოსახულებით არის ერეკლე მეორის გამოსახულებით არის ილიას გამოსახულებით ნუ მეძე მატერიალური რესურსები არ გაგვწევთ თორე იყო კიდე ასე ვთქვათ მოთხოვნები სხვა ფოტოებზე და პერსონებზე დიდი მადლობა მოდი ძარი შემოვიყვანოთ კლავ გადაცემაში გისმენთ ალო გამარჯობთ წეგან ბოლომდე ვერ მოусმენთ თქვენ საუბარს და ესეთი კითხვა მაქვს ბატონმა კახამ ბრძანა რომ აპრილში აქ უფლება პრეზიდენტს დაითხოვოს პარლამენტში დიახ კი ბატონო აი მაგ შემთხვევაში როცა თუ დაითხოვოს და ეგეთი რაღაცას დაუშვეს მინისტრები გადადგებიან ახლა ხო როგორც არ ვიცი ალბათ ეგრე იქნება ხო აი მე როგორ გაგრძელდება ეს თვითონ დაიწყებს ამ თავის თავრობის დაკომპლექტებას სანამ არჩევნები იქნება თუ დღევანდელი მოადგილეები შეასრულებენ გასაგებია არის მე მგონი როგორ იქნება დაახლოებით ბატონო რამოდენიმე ვარიაცია არის ეხლა ეს სააკაშვილზე არის დამოკიდებული მას შეუძლია რომ მხოლოდ ძალოვანი მინისტრები გადააყენოს და დანიშნოს ახალი მინისტრები საერთოდ და შეუძლია მთლიანად მთავრობა გადააყენოს ასეთ შემთხვევაში უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ქართულ ოცნებაზე თუ რა იქნება საპასუხოსლა თუ ქართული ოცნება დაითანხმება სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი მინისტრების კანდიდატებს მაშინ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნებოდა დაუშვათ პარლამენტში დარჩება ქართული ოცნების უმრავლესობა ხოლო მთავრობაში იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მაგრამ შეუძლია რომ პარლამენტს სადაც უმრავლესობა გააჩნია ქართულ ოცნებას არ დაუმტკიცოს არის უკვე საზოგადოების რო კლავ ეს ჩვენ საუბრობთ იურიდიულად რის შესაძლებლობა არის ჩვენ არ ვერ დავამტკიცებთ ახლა წინასწარ რომელი შესაძლებლობა განვითარდება უბრალოდ მე როგორც მივხვდი სპენელს აინტერესებდა სამართლებრივად რისი შანსი აქვს პრეზიდენტს და არის აი ეს ბოლო შესაძლებლობაც რომ ქართულმა ოცნებამ თუ კი არ დაეთანხმა ის სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი მინისტრების კანდიდატურებს ასეთ შემთხვევაში ინიშნება უკვე ადამდელი არჩევნები ხოლო შუალედურ პერიოდში მთავრობის მოვალეობის შესრულებას შეასრულებენ არაგადამდგარი მინისტრები ან მათი მოადგილეები სადაც მინისტრები გასაგებია ბატონო კახა ხა პოლიტიკა გასაგებია რომ პოლიტიკური გადაცემა მაგრამ უფრო ისეთი კითხვებიც მაქვს თქვენთან ხშირად არიან ხოლმე ადამიანები რომლებიც იტყვიან ხოლმე და საკუთარ თავსაც დაადანაშაულებენ ხოლმე რომ აი ნეტავ წარსულში დამაბრუნა და სხვაგვარად მოვიქცეოდიო თქვენ თავისთვისაც თუ ეს როდისმე ესეთი სინანული გამოგითქვიათ საკუთარი თავის მიმართ არის რა თქმა უნდა თვითკმაყოფილი და რაღაცა ყველა ჩვენი გადაწყვეტილებებით არა ვართ არც მე და არც ჩემი მეგობრები და კი ალბათ შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება უკეთ თუმცა ეხლა რო ვთქვათ რომ რაღაცა პრინციპულად შევიცვლიდით ეხლა გეზ და ნატოზე და ამერიკის პრეზიდენტზე ლოცვაში გადავიტყავდით მუხლებს არა მაგრამ ტაქტიკურად ალბათ შეიძლება ზოგიერთი რაღაც პროცესების სხვაგვარად წარმართვა ანუ თქვა სინანული გააქვთ რომ სხვანაირად მოვიქცეთ არა სინანული არა ირაკლი უკან რო დაბრუნდეს დრო არავინ არ იცის მე შეიძლება ეს შეცდომები არ დაუშვება არა სხვა შეცდომებს დაუშვებს თუ არა ამიტომ სინანული არ არის პირიქით მე ვფიქრობ რომ ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ გვაქვს ამოცანა რომელიც ძალიან რთულია მაგრამ რთული რო არის ამიტომაც არის საინტერესო ჩვენი ამოცანა არის რომ საქართველოს შეძლოს და აი ამ 21 საუკუნეში რომელიც არის გლობალიზაციის საუკუნე
როცა 10 მილიონიანი და 20 მილიონიანი და 30 მილიონიანი ერებიც კი ითვლება პატარა ერებად, როცა მილიარდიანი ერები უკვე ქმნიან სოფლიოში მასშტაბებს, აი ჩვენი ამოცანა არის, რომ 3 მილიონიანმა ღარიბმა ერმა მოახერხოს აი ამ გიგანტების ჭიდილში თავის დამკვიდრება. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული ამოცანა არის, მაგრამ არის რამოდენიმე პატარა ერი, რომელმაც ეს მოახერხა, ჩვენზე უფრო პატარებიც არის რამოდენიმე, აქედან გამომდინარე, რაც შესაძლებელია სხვისთვის, ალბათ შესაძლებელი არის ქართველი ერისთვის. საკუთარი თავის მიმართ ხართ კრიტიკული. როგორ არა ვარ კრიტიკული, თვითკრიტიკული. შენ ახლა ეს ადრე ცეკას ხდომებზე რო იყო. ისინი გამოწვევენ ადამიანები, ვინც ადრე იყო ჭრიჭინაში არის, ჭრიჭინაში. მეტი თვითკრიტიკა გამართავს ჭრიჭინა. მიხეილ სააკაშვილი კრიტიკული იყო საკუთარი თავის მიმართ. არიან ადამიანები, კრიტიკას ხვდებით ძალიან ნორმალურად, ძალიან ჯანსაღად, მაგრამ ეხლა რო გითხრათ რომ ემეებს რა ქვია, მათრახებს ვეიტყამთ არა ნამდვილად. ლანძღველები არ გაკლიათ ეს საერთოდ თავისთავად, მაგრამ მე მგონი კრიტიკოსებიც ყავთ. საერთოდ კრიტიკის ჩვენთან ერთგვარი ნაკლებობა არის ჩვენ საზოგადოებაში, ესეთ სახელმწიფოს არამდგრადი ხასიათის ბრალი არის, რომ უფრო მეტი ლანძღვა არის ვიდრე კრიტიკა. და კრიტიკას ურევენ ერთმანეთში. კრიტიკაც არის და მივესალმები, არის რამოდენიმე მაგალითად კვალიფიციური ექსპერტი არიან ეხლა Facebook-მა, ინტერნეტმა ძალიან ახალი შესაძლებლობები შექმნა, როცა არა მარტო ცნობილ ადამიანებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა ინფორმით, რომ ის ხელმისაწვდომი არის ფაქტოს საზოგადოებისთვის. კრიტიკოსები. როგორ არ არის ორგანიზაციაში სხვა პრინციპში ერთ-ერთი კრიტიკოსი თქვენი მეც ვარ ხოლმე ზოგჯერ. კი, ასხვებიც არიან და ზოგს არ მოწონს, ზოგს რა და მე როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვცდილობ ყოველთვის რომ დაბალანსებული კომპრომისული კურსი გაატაროს პარტიამ. ფაქტურად ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვჭა, რაღაც 5 წუთი ალბათ და მინდა რომ ესეთი კითხვა დაგისვათ 4 წუთი, ხომ? ფაქტურად 2013 წელი მოდის და ბოლო თვე არის დეკემბერი ეხლა და ყველას თავისი სურვილები გააჩნია. აი თქვენი საზოგადო და იგივე პირადი სურვილებიც ალბათ გაქვთ. საზოგადო სურვილებიც და პირადი სურვილებიც. ძალიან მაინტერესებს თქვენი სურვილები. პირადი სურვილი მაქვს რომ ბანკის ვალი დავფარო, TBC ბანკის ვალი მაქვს ესე იგი. პირადი ვალი გაქვთ. პირადი ხო კრედიტი. და პოლიტიკური ამოცანა არის რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ პარტია თავისუფალი საქართველოს შეძლოს გარკვეული წარმატებების მოპოვება, გაფართოება და უფრო გავლენიანი როლის შესრულება ქართულ პოლიტიკაში. მეტი სურვილები არ გაქვს, ძალიან ცოტა სურვილები. ეს სურვილები თუ მივახცეთ, ძალიან გაყოფილი ვიქნები 2013 წელს. ორგანიზაციის დაფინანსება, იგივე ორგანიზაციის გაზრდა არ არის თქვენი სურვილი. ეს თქვენ ორგანიზაციის გაფართოება მეთქი. დაფინანსება არ არის თვითმიზანი, ახლა ჩვენ ორგანიზაცია რენტაბელური რო გავხადოთ, ის კი არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ელემენტარულად იმის საშუალებები, რომ პოლიტიკური პარტია და აგრეთვე მასთან დაკავშირებული რამოდენიმე სტრუქტურა იყოს კონკურენტუნარიანი, იმიტომ რომ ახლა თუ გვაქვს ერთი წუთი გვჩება, მე მგონი გეტყვით რომ USAID, ანუ ამერიკის საელჩო გამოყავს $9 მილიარდ თითქმის ყოველწლიურად საქართველოში სხვადასხვა ექსპერტების, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის, ოღონდ გასაგებია როგორი მიმართულების ორგანიზაციებისთვის, ხო? რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ იღწვიან. და ეხლა $9 მილიარდზე არ არის საუბარი, მაგრამ აუცილებელი არის ამ ქვეყნის პატრიოტებმა რაღაცა მატერიალური ბაზა გააჩინონ იმისათვის, რომ რაღაცა ალტერნატივა შეიქმნას, ჯანმრთელი ალტერნატივა შეიქმნას ამ ყველაფერს. მე თქვენთან ნახე ბრიფინგი თქვენ საიტზე და ვებგვერდზე და მასმედიაში თქვენი შვილები და სხვა თქვენი ორგანიზაციის წევრების შვილები იყვნენ მოწვეულნი და რაღაც ესე ვთქვათ სახუმარო ბრიფინგი ჩაატარეთ. იმეც ვიტოვებ, რომ მსგავსი რამ აქაც გაკეთდება როდისმე ობიექტივში და დიდი სიამოვნებით. ასე სახუმარო იყო, სხვათა შორის თემა ძალიან სერიოზული იყო. სახუმარო უფრო ფორმატი იყო. გასაგებია, ჩვენ მე მგონი დრო ამოგვეწურა დღეს, მე წარმატებებს გისურვებ, მინდა წინასწარ მოგილოცოთ 2013 წლის დადგომა და თქვენ პარტიას წისვლა მინდა ვუსურვო და ერისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ორგანიზაცია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე ბატონი კახა კუკავა, მე წამყვანი ირაკლი შონია, გახდით თქვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში, მე შემდეგ შაბათამდე კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით, ღამე მშვიდობის.